გამარჯობა. როგორ ხართ აბა? წინა კომბინაცია რო ნახეთ, იყვნენ მარტო მეფე და ეტლი. და შეიძლება არ იცოდეთ როგორ უნდა ჩავსვათ შამათი მხოლოდ მეფის და ეტლის გამოყენებით. ჩვენი მიზანია რომ მოწინააღმდეგის მეფე მივიყვანოთ სულ ბოლო უჯრაზე. ანუ აი ამ კუთხეში, ან აი ამ კუთხეში. ნუ შეგიძლია აქაც მივიყვანოთ. კუთხეში მივიყვანოთ უბრალოდ მეფე. კარგი, მოდი დავიწყოთ. ჯერ თეთრებისვლარი თქვათ მეფე. აქ წავიდა. შემდეგ ეტლიც უნდა დაუპატარავოთ კუბიკი, ანუ სადაც წასვლა შეუძლია. მეფე ეცდება რომ თავის ყველაზე კარგ უჯრებზე წავიდეს. არა, ჩვენც წავალთ მეფეს. ისიც თუ წავა, აი ასე. ჩვენ ვაბრუნებთ უკან. და როდესაც ის აქ წავა, ოპოზიცია, ანუ ოპოზიცია არის, როდესაც ეს მეფე დაუდგება მეორე მეფეს და აი ამ ხაზებს წარსვებს. ნუ 4 მხრიდან შეგიძლია გააკეთო. კარგი, მეფე თქვათ აქ წავიდა. შემდეგ ეტლით ჩაუკეტოთ, უფრო პატარა გაუხადოთ დასასვლელი კვადრატი. მეფე თუ აქ წავა, ჩვენ აქ წავალთ. თუ ზევით წავა, ოპოზიცია ისევ მეფე აქ რომ წავა. დაუპატარავებთ ისევ კუბიკს, ასვე კუბიკს. შემდეგ მეფე თქვათ აქ წავიდა და არ დატოვოთ ეს ეტლი დაუცველთ, თორე მოკლავს და ყაიმი დამთავრდება. მეფე წავიდეთ აქ. და თუ აი აქ წავა, დავუპატარავოთ წასვლელი ადგილი. აქ წავა, ჩვენ მოვიდეთ, აქ წავა ოპოზიცია. შემდეგ აქ თუ წავა, კიდევ ერთი ოპოზიცია. მეფე აი აქ უნდა წავიდეს. აქ წავა ეტლი, მეფე ცდილობს რომ კიდევ იპოვოს კარგი უჯრები. უჯრები რომ რა შეიძლება გვიან ჩავსვა. მეფე აქ წავა, შემდეგ ესე ეტლი. ნახეთ, უკვე რა პატარა დასვლელი აქვს. აქ წავიდა. მეფეს მოხვება. აქ თუ დაბრუნდება ოპოზიცია და თუ ზევითავა კიდევ ოპოზიცია. მეფე წავა აქ, შემდეგ ეტლი დაუპატარავებს კუბიკს, აქ თუ წავა, კიდევ უფრო დაუპატარავებთ. და ამ 4 კვადრატში გაიჭედა მეფე. მეფე აქ წავიდეთ აქა და აქ რომ ვარას ვიზავთ, ოპოზიცია. აქ თუ წავა, კიდევ ერთი ოპოზიცია და მეფე იძულებულია აქ წავიდეს და შამათი აი ამ ეტლის გამოყენებით. როგორც ხედავთ, აი ამ ორ უჯრაზე მეფე არის. და აქ კიდე ეტლი და ეტლი თვითონ ქიშის გამოცხადებელია. თეთრების მეფე როგორც ხედავთ დაეცა და დამარცხდა.